ჩვენს ფესტივალს პირველ რიგში ქმნის სტუმრები და მონაწილეები. ჩვენი გუნდი ორგანიზატორები უბრალოდ ვცდილობთ ვიპოვოთ მრავალი საინტერესო და შემეცნებითი გზა, რომ ეს ელემენტი დავაკავშიროთ. ჩვენთან პირველ რიგში თქვენ ნამყოფები ხართ სუფევს მეგობრული თბილი გარემო. დასავლური, რა თქვია. და მთლიანად ეს არის ქართული ღვინის კულტურის ერთგვარი ზეიმი. ეს ზეიმი არ არის, ეს არის დღესასწაული, იმიტომ რომ აი თან როგორ რამე ხდება, იცი? ვერ მოიწყენ. არის ღვინო, სხვადასხვა კი ახლა არ მინდა ყველაფერზე მევილაპარაკო. კერძები, ასე შემდეგ, გართობა, უამრავი რამე და ყველა ადამიანს აქვს საშუალება თავისი ღვინო წარმოადგინოს, რაც ყველაზე მთავარია. ბატონო ირაკლი, რამდენიმე წელია ხო თქვენი კომპანია მხარდამჭერი არის ამ ფესტივალის, რომ ვისაუბროთ თქვენთვის როგორც კომპანიისთვის რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პლატფორმას, ასე ვთქვათ, და რა წვლილი შეაქვს ამ ფესტივალს ზოგადად ღვინის დარგის უფრო მეტად განვითარებაში ან პოპულარიზაციაში. კი ბატონო. ჩვენი კომპანია უკვე რამდენიმე წელია როგორც აღნიშნე სპონსორები ვართ და ხარს უჭერთ ამ ფესტივალს. ეს არა მარტო კახეთის მთავარი ფესტივალი, საქართველოს მთავარი ფესტივალიც არის და ჩვენ როგორც ღვინის სამშობლოს უნდა გქონდეს ესეთი ფესტივალები, ალბათ უფრო მეტიც უნდა იყოს, მაგრამ მიხარია რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი ყოველწლიურად წლიდან წლამდე იზრდება, უფრო მეტი მონაწილე იღებს მონაწილეობას, უფრო მეტი სტუმარიც მოდის და წელსაც, რა ვიცი, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება როგორც აღნიშნეთ ზეიმი, ერთგვარი ღვინის ზეიმი, თან ერთყვევა თველს, ანუ შეგვიძლია იქ გავსინჯოთ ახალი ღვინოც, ძველი ღვინოც და ეს არის მე მგონი ეგეთი პლატფორმა საქართველოში არ არის, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ამდენ მონაწილეს ერთდროულად და ამდენმე ღვინეს თავი მოუყაროთ და ასევე გავსინჯოთ ეს ღვინოები, შევიძინოთ თუ დაგვაინტერესა. კომუნიკაციისთვისაც ალბათ მნიშვნელოვანია სიახლეების გაზიარების თვალსაზრისით, კერძო სექტორისთვის რაღაცნაირად თავშეყრის. ჩვენ როგორც დიდი კომპანია, თქვათ, ჩვენი პროდუქცია იყიდება მაღაზიაშიც, რა ვიცი, სუპერმარკეტებში, თელი საქართველოს მასშტაბის და არა მარტო და აქ ჩვენ არ აქვს პრობლემა, რომ თქვათ, მომხმარებელს ჩვენ უნდა გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია. მაგრამ იმდენად დიდი პლატფორმა არის და იმდენად კარგი რაღაცა კეთდება ქვეყნისთვის და ინდუსტრიისთვის, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, როგორც ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ქვეყანაში, რომ ამაში მივიღოთ მონაწილეობა და ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ რა თქმა უნდა, აი უფრო აქცენტი კეთდება ალბათ უფრო მცირე და პატარა წარმოებლებზე, რომლებიც აქ უამრავი იყრის თავს. არის ხოლმე ხო ალბათ თქვენთან დაკავშირების ან საკუთარ მცირე მეწარმისთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სხვილ კომპანიას თავისი პროდუქტი წარუდგინოს. კი ბატონო, ანუ ისინიც მოდიან ჩვენთან, ჩვენი ახლი გვაქვს წარმოადგენთ და გავასინჯებთ, თქვათ, ჩვენ გამოცდილებასაც უყვებით, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რომ ნახოთ სხვა მეღვინეები და თუმეტეს როცა ოჯახურ მარანზეა ლაპარაკი, თქვათ, დაინტერესებულ ხართ ფესტივალის ფარგლებში, რომელიმე მცირე მეწარმით. დაინტერესებულ და შემიძლია კიდეც ღვინოთ და რა ვიცი, მე დატვირთული ბრუნდებით როგორც მონაწილეების აქში. კი, მეც ყოველთვის დატვირთული ბრუნდები ხოლმე იქიდან. შოთა, რა მინდა გითხო, თქვენ ამბასადორი ბრძანდებით. მე გამიგია ქართული სიმღერის მრავალხმიანობა. ეს გამიგია ნამდვილად და მოგეხსენებ მაყურებელს შევახსენებ, რომ მოგეხსენებათ ამ ფესტივალს ყოველთვის განსაკუთრებული თემატიკა აქვს. ყოველ წელიწად სხვადასხვა თემატიკა აქვს და წელს 2025 წლის ფესტივალი ასეთი თემატიკით გამოირჩევა. ქართული ღვინის მრავალხმიანობა. ეს დალევის შემდეგ იწყება თუ დალევამდე? როგორ არის ეს ამბავი? როგორც თქვით, ყოველ წელს ჩვენ ვსვით კონცეფციას ფესტივალის, ამითაც ერთგვარად ვინარჩუნებთ აქტუალობას. წელს ხას გავუსვავთ ჩვენი ღვინის კულტურის მრავალფეროვნებას, ჩვენი რეგიონების სიმრავლეს, იშვიათ ასევე ჯიშების მრავალფეროვნებას და მათ რაოდენობას. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს თითოეული ელემენტი არის ძალიან უნიკალური. აქვს თავისი ინდივიდუალიზმი, მაგრამ ამავდროულად ესენი ერთად ქმნიან ამ ჰარმონიას, რაც ქართულ მრავალხმიანობაში და პოლიფონიაშიც ესე ნათლად გვხვდება. შესაბამისად, ამ ეთუარი კონცეფციით და სლოგანით გვინდა გვეჩვენებინა. ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ ქართული ღვინის ბუნებაც ასეთია. იგი დიდარია როგორც არომატით, ისე გემოთი, თავის კომპლექსურობით, თუმცა ეს თითოეული ელემენტი შემდეგ უგექმნის
ღვინის ჰარმონიას. აი დაყენების მეთოდოლოგიაც საკმაოდ მრავალფეროვანია, ხო? რეაქციითაც მდიდარია. თამთა სხვადასხვანაირად. მე აღარ მინდა ლევას კითხო რა გამოცდილებები აქვს იქ დაგროვილი, იმიტომ რომ ნელ-ნელა შთაბეჭდილება მექმნება და რო თქვენი დააგროვოთ და 11 ოქტომბერს უნდა ჩამოხვიდეთ. აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. მე დაყენების ტექნოლოგიები ვახსენე და ალბათ ამ ესეც იგულისხმება, ხო, მრავალხმიანობაში სხვადასხვა დაყენების ტრადიციის მარნები გეყოლებათ წარმოდგენენ. აუცილებლად ჩვენთან შეხვდებით უამრავი სტილის და დაყენების მეთოდის ღვინოს. თუნდაც მხოლოდ ქვევრის ღვინოზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენთან მრავალი რეგიონიდანაც არის წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ქვევრის ღვინოებიც და ესეც საკმაოდ საინტერესოა. თუნდაც მომხმარებლებისთვის, თავად მონაწილეებისთვისაც რომ გაეცნონ სხვა რეგიონის ღვინოებს, სხვა სტილს. ასევე ჩვენი ფესტივალი აღნიშნა რომ ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, იმიტომ რომ პირდაპირ უშუალო კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან, მათი რეაქციები ნახონ, მათი ღვინის შეფასებები მოისმინონ და შემდეგ აქედან გამოიტანონ შესაბამისი დასკვნებიც. ამიტომ ასევე ეს კავშირი საკმაოდ მნიშვნელოვანია შემდგომ ღვინის გაყიდვებისთვის, რადგან სწორედ მცირე მეწარმეებისთვის არის ეს ხელსაყრელი, რადგან მომხმარებელი, როდესაც უკვე უშუალოდ იცნობს ამ ღვინის უკან ვინ დგას, თავად მეღვინეს ოჯახს, შემდეგ უკვე სხვანაირი დამოკიდებულება უჩნდება ბრენდის მიმართ. და როდესაც უკვე თბილისში შედის მაღაზიაში, მეორედ აღარ იფიქრებს რომელი ღვინო შეიძინოს. ასე რომ ცნობილი ფაქტია, შოთა ბატონო, თუ ადამიანი არ ვარგა, მისი ღვინოც არ ვარგაოდა. ამიტომ პირველი ის უნდა გაიგო, ვისი დაყენებულია ღვინო. ბატონო ირაკლი, ესეთი კითხვა გამიჩნდა მე. ამხელა გამოცდილების მქონე კომპანია. ამ ფესტივალის განმავლობაში, ფესტივალების წლების განმავლობაში, რამე სიახლე თუ გიპოვიათ თქვენ, რომელიც შემდეგ უკვე თქვენს კომპანიაში დანერგეთ? საინტერესო შეკითხვაა. ფესტივალებზე როგორც წესი უფრო მოდის საბოლოო მომხმარებელი, უფრო ჭარბობს, თქვა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, თუმცა არიან აქ სხვა ტიპის მომხმარებლებიც, რომელიც უცხოელი ბაიერები, ესე ვთქვათ, რომლებიც ჩამოდიან და შეიძლება მომავალში ღვინის შესყიდვით დაინტერესდნენ. მაგრამ სიახლეები, რა თქმა უნდა, ჩვენ ნახულობთ აი ამ მცირე მარნებისგან, რომლებიც როგორც შოთამ აღნიშნა სწორად, რომ აქ მარტო თქვათ ჩვენ თელიანეველი კახეთში არის, თქვათ კახეთში არის ჩვენი წარმოება, ჩვენი ვენახები და ძალიან საინტერესოა, თქვათ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეღვინეები, რომლებიც სხვანაირი ტიპის ღვინოს გვთავაზობენ, ღვინოს გვასინჯებენ, აქ ყურძნის ჯიშის განსხვავებულია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან 525 სხვადასხვა ჯიში არსებობს საქართველოში, მაგრამ დაახლოებით 20-25 გამოიყენება ესე აქტიურად, მაგრამ ყოველწლიურად ჩვენ ხედავთ ხოლმე, რომ ვიღაცა ახალი მეწარმე გამოდის ახალი ყურძნის ჯიშით, რომელიც არის ცხოვრებაში არ დაგილევია და მარტო სახელი იცი, ან შეიძლება ისიც არ იცოდეს, სახელიც არ ქონდეს გაგონილი. და ამიტომ ეს სიახლეები მრავლად არის და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რომ ეს გავიგოთ, გავსინჯოთ და რამდენად თქვათ მის მერე კომერციალიზაცია შეიძლება, რომ თქვათ უკვე მასიურ წარმოებაში ესეთი პროდუქცია მოხდეს. ქვევრის ტრადიცია ვახსენეთ და დავიდეთ თამთა ჩვენ რა სიტყვა. კი ბატონო, თუ მოხდებს გრაფიკის საშუალებას დიდი სიამოვნებით. ქვევრის ტრადიცია ვახსენეთ, იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობა არის ქვევრის ღვინო ქართული. წარმოებაში რა ადგილი უკავია, საინტერესოა ეს ტრადიცია, რამდენად მასშტაბური ხასიათის არის, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ თელიანეველის, არამედ ზოგადად ბატონო შოთა თქვენი შეფასებაც საინტერესოა. ქვევრის ღვინო წარმოებაში. კი ბატონო, ახლა რა შეიძლება თქვა დიდ წარმოებას ჩვენთან საკმაოდ მცირე წილი აქვს, ესე ვთქვათ, ქვევრის ღვინოს, იქიდან გამომდინარე, რომ მილიონობით ბოთს ვაწარმოებთ, რომელიც გადის სხვა ქვეყანაში და ქვევრის ღვინო მაინც უფრო ნიშურია, ესე ვთქვათ, მაინც თულად გასაკეთებელი ღვინოა, თითო ქვევრი ძალიან ბევრ ენერგიას და შრომას მოითხოვს და ჩვენ რო ეს რაღაც გავამრავლოთ და მილიონობით ვაწარმოებთ, შეიძლება ფასიც დაკარგოს, რომ ამდენი იყოს და თუმცა არიან მცირე მარნები, რომლებიც მხოლოდ ქვევრის ღვინოს აკეთებენ და მხოლოდ ეს არის მათი ასე ვთქვათ მიმართულება. და ქვევრის ღვინო ჩვენ რაშიც გვეხმარება არის პირველ რიგში, რომ ქართული ღვინის წარდგენა როდესაც ხდება საზღვარგარეთ ამა თუ იმ ფესტივალზე ვარ თუ გამოფენაზე,
ქვევრის ღვინო უკვე ამ სფეროში ყველა მიცის რომ ეს ჩვენია, ეს ქართულია, იდენტობის რა თქმა უნდა. კი, და დავიცი აი ქვევრში ვერავინ ვერ შეგვეცილება, ესე თქვა რომ თუმცა თქვა წითელი ღვინო, თეთრი ღვინო ეს კლასიკურად დაყენებული, აქ უფრო სხვა ქვეყნები ლიდერობენ. ქვევრის ღვინო ნამდვილად ჩვენი სავიზიტო ბარათია. კი ბატონო. იმდენი ვისაუბრეთ, ღვინოზე წყალს მაინც დავლევდნენ რა. მოკლედ, ქვევრის ღვინოზე რა თქმა უნდა, იუნესკოს დასკვნითაც და ზოგადად ქართული არამატერიალური მემკვიდრეობაა. ბატონო, ალბათ მრავლად არის ხო წარმოდგენილი ეს მარნები, ეგეც რომ გითხრათ, სანამ ინტერვიუს დავასრულებთ. ალბათ ჩვენ ფესტივალზე არსებობს მარნი, რომელსაც ქვევრის ღვინო არ ქონდეს. თვითონ ფესტივალზეც ღონისძიებაში აქტიურად არის აქტიურად ჩასმული ქვევრის ღვინის მნიშვნელობის ხაზგასმა. პირად მე ფესტივალის განმავლობაში სწავლობები ღვინისა და კერძების შეხამების მასტერკლასს, სადაც უშუალოდ ვისაუბრებ თუ როგორ უნდა მოვიხმაროთ ქვევრის ღვინო, რასთან მივირთვათ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო სტუმრებისთვისაც, რადგან სწორედ ესეთ ადგილებში ხდება ეს ამგვარი შემეცნებითი. ბევრი ტურისტი მოდის და მათთვის არის ეს ალბათ უფრო განკუთვნილი. დიახ, წინასწარ ჩვენ ვაკვირდებით თუ რამდენად იზრდება საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა და ვიზიტორების. ბევრჯერ გამიგება სპეციალურად ამ დღისთვის არჩევენ უცხოელები კახეთში ჩამოსვლას. ჩვენ სტრატეგიულად ავირჩიეთ ასევე შაბათი დღე ფესტივალისთვის, რადგან სტუმარმა შეძლოს გაგრძელება რეგიონში დარჩენის. ამით ვცდილობთ რომ რეგიონის ტურიზმის განვითარებასაც ხელი შევუწყოთ. ასევე მინდა რომ ხაზი გავუსვა და აღვნიშნოთ საკმაოდ ხშირად დასმული კითხვა არის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ეს ტექნიკური ამბავია. ეს გაგვაცანით თუ შეიძლება და მეღვინეთა რეგისტრაცია დასრულდა გუშინ და ძალიან მალე გვეცოდინება თუ რამდენი მარანი იქნება წარმოდგენილი ჩვენთან ფესტივალზე და დღეიდან უკვე დაიწყება მეწარმეების რეგისტრაცია. იქნება ეს ხელნაკეთი ნივთები თუ სხვა ქართული კულტურის ელემენტები და ესეც აღსანიშნავია რომ ღვინის გარდა ჩვენ ფესტივალზე საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. ასევე იქნება ეს გასტრონომიული მხარე ჩვენი კულტურის თუ კერძები თუ ასევე სხვა მეწარმეები. ანუ შეფებიც მიწვეული არიან თუ ეს ასევე მსურველები არსებობენ, რომლებიც ასევე რეგისტრირდებიან? ჩვენ ასევე გვყავს მიწვეული შეფები, რომლებიც მეც უშუალოდ ამეხმარებიან ამ მასტერკლასის ჩატარებაში, თუმცა ასევე ადგილობრივი რესტორნებიც და მზარეულებიც აქტიურად არიან ჩართულები. ეს არის მთლიანი ხიბლი ჩვენი ფესტივალის, რომ გარდა ღვინის არსებობს ჩვენთან ესეთი კულტურული გარემო და აურა, რომელიც თავად ვიზიტორს ეხმარება ღვინის უკეთესად შეცნობაში. ვერ დავამთავრებ ინტერვიუს, ესეც საინტერესო თემა შეეხება. კერძების და ღვინის შეხამება. მესმის რომ ჩვენ ახლა იმდენი დრო არ გვაქვს რომ აქ მასტერკლასი მოვისმინოთ და ამისთვის არის ფესტივალი რომ მოვიდეს, რა თქმა უნდა, სტუმარი. შეგიძლიათ ის ოქროს წესები გითხრათ ძალიან მოკლედ, რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომელიც ცდილობს რომ სტუმარზე თუნდაც თავეჭდილება მოახდინოს და ბოდიში, ეს ამაზეც გვიპასუხეთ. მარტო კახეთის კუთხის კერძებზეა ეს ამბავი თუ სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდენ, ეს არ მახსოვს მეც ნამდვილად. დიდი ალბათობით კახეთი დომინირებს კერძების მხრივ და ღვინის მხრივაც, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სხვა კულტურის ელემენტი, სხვა რეგიონის გასტრონომიაც რა თქმა უნდა წარმოდგენილი იქნება. აი ოქროს წესები ცოტა რომ გაგვაცნოთ, ოქროს წესები თუ ვერ მოახერხეთ ჩამოსვლა, რაღაც ისინი ვიცოდნენ ზღვარი, რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა ღვინოსთან ერთად. და რა არის რჩევები? პირველ რიგში ვიტყვი რომ ღვინის შეფასება და კერძების შეხამებაც ეს არის სუბიექტური საკითხი. არის რაღაცა ოქროს წესები როგორც ახსენეთ, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს იმისთვის რომ თქვა ღვინო გავსინჯოთ და მასთან კერძი შევახამოთ. ყველას აქვს თავისი აღქმა გემოების, თუმცა არის გემოთა სპექტრი, იქნება ეს მჟავიანობა, სიტკბო, სიცხარე, სიმწარე, რომელთანაც უნდა გავითვალისწინოთ ღვინის ტიპი და თქვა ღვინის ტემპერატურა ტემპერატურაც. მაგალითად, თუ საკვებში არის მაღალი მჟავიანობა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მივირთვათ მაღალმჟავიანი ღვინო, რომ დავაბალანსოთ ეს ორი ასპექტი. აი, ბატონ ირაკლეს მინდა ვკითხო აუცილებლად, ხა ამ აზრმა გამიჩნდეთ თქვენ ყურძნების მრავალი სახეობა ახსენეთ. ძირითადად რას იყენებთ ხოლმე თქვენს ღვინოებში, რომელი ყველაზე მთავარი რომელია? ძირითადად ტრადიციულად რაც არის და რაც მოდის ყველაზე მეტი არის საფერავი წითელ ღვინოში და კაწითელი, მწვანე
თუმცა გვაქვს ასევე დასავლეთიდანაც ჩამოგვაქვს ჩვენ ცოლიკაური, საკმაოდ პოპულარული არის და დიდი ასორტიმენტი დიდი გვაქვს, მაგრამ მასიურად მაინც ეს კახური ჯიშები კაცითელი ჭარბობს ალბათ. კაცითელი, მწვანე, მანავი, რა ვიცი, ბევრი ის არის, რომელიც იქ მოიწვია ქისი, ხიხვი, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოკლედ 11 ოქტომბერს უკვე დაიწყება ფესტივალი. დიდ მადლობას მოგახსენებთ შოთა ნატროშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალის ამბასადორი და ირაკლი ბოკუჩავა მოღვინეობა თელიანი ველის კომერციული დირექტორი. იყვნენ ჩვენთან ერთად.